მეტრეველი მუშაობს ერევანში, მე პირდაპირ ეთერში ხარ, გაგვეცანი როგორია მოქალაქეთა პოლიტიკური განწყობები არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, ჩვენ აქ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ვიმყოფებით, ალბათ კაცი ხედავთ, მთელი დღე ასეთი რიგია აქ საარჩევნო უბნებზე. ჩვენ აქ დაახლოებით 2 საათია ვართ და ეს რიგი არ შეწყვეტილა. არის სრულიად წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები. ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე აქ სადმე ვერსად ვერც ძველ ბიჭებს ხედავთ და ვერავით ასეთ ტიპებს მოდიან ადამიანები, ხმას აძლევენ, წყნარად მიდიან, სრულად სიწყნარია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ბუნებრივია ეს ხალხიც აძლევს იმის მიხედვით ხმას, ვინ არის უფრო პროევროპულად განწყობილი და ვინ პრორუსულად განწყობილი. ჩვენ ჩავწერეთ აქ მოსული ადამიანები, ნაწილი ფაშინიანის მომხრე იყო, ნაწილი პირიქით და ალბათ რთული გამოსასწორები არ არის, ვინც ფაშინიანს ემხრობა, ის ევროკავშირსაც ემხრობა და ვინც პირიქით ის რუსეთს ემხრობა. შეგიძლიათ ამ ადამიანების ინტერვიუები მოისმინოთ. ხმა ფაშინიანისთვის არ მიმიცია, არ მომწონს მისი საგარეო პოლიტიკა. ჩემი აზრით, სომხეთი რუსეთთან უნდა იყოს. ხმა ნომერ 5-ს მივეცი ახალ ძალას. ჩვენ ევროკავშირთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა, რადგან ეს ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ვიმედოვნებ, რომ ვინც გაიმარჯვებს, ხალხზე იზრუნებს. დღეს გადაწყდება თუ რა მიმართულებით წავა სომხეთი. ხმა მართულ პარტიას მივეცი. ჩვენი ადგილი აუცილებლად ევროკავშირშია. ჩემი აზრით, რუსეთმა ჩვენ გვიღალატა. ხმა ფაშინიანს მივეცი, მომწონს როგორც პოლიტიკოსი, არ მიყვარს რუსეთი, სომხეთი ევროკავშირის და საქართველოს გვერდით უნდა იყოს. რუსეთი ისე იქცევა, რომ მას ყველა განუდგა, არ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც რუსეთში ცხოვრობენ. გაზის გადაკეტვით რუსეთი ვერ შეგვაშინებს. ჩვენმა მინისტრმა თქვა, რომ ამის პრობლემა არ იქნება. გაზს როგორც ირანიდან, ისე აზერბაიჯანიდან მივიღებთ. თუ საჭირო იქნება, საქართველოც დაგვეხმარება. ხო, აი ასეთია აქ მოსახლეობის განწყობა, იმათი ყოველ შემთხვევაში ვინ ჩვენ გამოვკითხეთ და პრინციპში დღის ბოლოს უკვე გვეცოდნება 8 საათზე სომხეთმა აირჩია ევროპული კურსი თუ აირჩია პრორუსული კურსი.